კატარში სპორტსმენთა დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია სპორტული გორი 2025 გაიმართა. დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები. წლის საუკეთესო მწვრთნელი არჩილ ბარამიძე გახდა. წლის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად მოჭიდავე მერაბ სულეიმანაშვილი დასახელდა. საუკეთესო სპორტსმენი ქალის წოდება კი ძიუდოისტმა ქეთი რობაქიძემ მიიღო. რაც შეეხება წლის საუკეთესო გუნდის ჯილდოს, ის საფეხბურთო კლუბ გორის დილოს გადაეცა. დავაჯილდოვეთ სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული სპორტსმენები. მინდა მიულოცო მათ და ასევე მწვრთნელებს ეს შედეგები. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რათა მოხდეს სპორტის პოპულარიზაცია. დავაჯილდოვეთ ჩვენი სპორტსმენები, წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები. მინდა მიულოცო თითოეულ მათგანს წელს იყო საკმაოდ დახონძრული შედეგებით, რის ძალიან ვამაყობთ. ვეცდები ყველანაირად რომ შევინარჩუნო ეს წოდება და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩემი შედეგები. ძალიან ბევრი სპორტსმენი ყავს ქალაქში, ძალიან მაგარი ბიჭები თუ გოგონები. ყველას უსურვებ უდიდეს წარმატებას.